მოგესალმებით აპოლინე სამყაროში. დღეს ძალიან გემრიელი ბისკვიტის რეცეპტი მაქვს თქვენთვის. ეს არის ერთ-ერთი ბაზისი რეცეპტი, რომელიც შეგიძლიათ უამრავი სახით მოამზადოთ. შეგიძლიათ დავუმატოთ კაკაო და შეგიძლიათ დავუმატოთ ხილი. ეს არის ძალიან ფაფუქი, ჰაეროვანი და ნოტიო ბისკვიტი. ბისკვიტის მოსამზადებლად გვჭირდება ფქვილი, შაქარი, კვერცხი, რძე ან ნებისმიერი სახის სითხე, ჯობესია გაზიანე წყალი, შემდეგ ზეთი, წიკვი მარილი, გამაფხვიერებელი და ვანილის ექსტრაქტი ან ვანილი. ოთახის ტემპერატურის კვერცხი მოათავსეთ მიქსერში. დავუმატეთ მას მარილი. მარილი საჭიროა იმისათვის, რომ კვერცხის სტრუქტურა უშედარებით უფრო სწრაფად დაიშალოს და დაიწყეთ თქופה. თქוეფის დროს დავუმატეთ მას შაქარი და მოუმატეთ სიჩქარეს. თქוეფა 10-15 წუთის განმავლობაში, რაც უფრო დიდ ხანს თქוეფთ, მით უფრო უკეთესია. შემდეგ დავუმატებთ მაგილის ექსტრაქტს და გავაგრძელებთ ისევ თქוეფას. ათი წუთის შემდეგ მასა გამოიყურება. შემდეგნაირად ის ჯერ კიდევ იღუნება მიქსერის ფეხიდან და ამიტომ გავაგრძელებთ თქוეფას კიდევ დაახლოებით 5-10 წუთი. ხუთი წუთის შემდეგ მასა უკვე გაორმაგდა და ის შედარებით მკვრივი გახდა. ახლა უკვე შემიძლია შეუვლო დანარჩენი ინგრედიენტები. შემდეგ დავუმატებთ ზეთს და ბოლოს რძეს. სიჩქარეს დაუძიეთ. ქვილს დავუმატეთ გამაფხვიერებელი და აორიეთ ერთმანეთში. კარგად გაიხსნას. სიჩქარეს დაუძიეთ დაბალ საფეხურზე და ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი. მოურიეთ კიდევ ერთხელ, რომ დარწმუნდეთ ფქვილი ბოლომდე გაიხსნა. მასა მოათავსეთ შემდეგ გამზადებულ ფორმაში და გადაანაწილეთ თანაბრად. ბისკვიტი გამოაცხეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 175 გრადუსზე 35 წუთი. ყველა ღუმელი ინდივიდუალურია. ამჯერად ჩემ ბისკვიტს დაჭერდა 40 წუთი. რომ დარწმუნდეთ ბისკვიტი მზად არის თუ არა, ჩააჭერთ მას ასანთის ღერი, თუ ზედ არაფერი მეკრო, ის უკვე მზად არის. ბისკვიტი გააციეთ ბოლომდე და შემდეგ ისე ამოიღეთ ფორმიდან. ყელი საგნის დახმარებით შეგიძლიათ მოაცილოთ ფორმის კედლებს და ფრთხილად ამოიღოთ ფორმიდან. როგორც ხედავთ, სულაც არ არის ბისკვიტის მომზადება რთული. მოსინჯეთ, გამოაცხეთ და მე დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს დაგიტოვებთ დაფლა ინფობოქსში
სრულ ვერსიას იხილავთ ჩემს პირად გვერდზე mayapoline.de